რას ფიქრობ შენზე პარტნიორი და მნიშვნელოვანი ხარ თუ არა მისთვის? ნახოთ მეგობრებო, დღეს გვიქნება სასიყვარულო გაშლა. რამდენად მნიშვნელოვანი ხარ მისთვის და რას ფიქრობს შენზე? პენტაკლების დედოფალი. ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან აზრიანი, სტაბილური, განსაკუთრებული იმპულსი გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის, გონიერი ადამიანი ხართ, პენტაკლების დედოფალი, ზრუნველი და თქვენი კავშირი. არ ვიცი ვისი გაშლა არის, მაგრამ თქვენი კავშირი არაჩვეულებრივია მეგობრებო. დგება ის დრო მის ცხოვრებაში, როდესაც აბსოლუტურად არ აინტერესებს მას, ვინ რას ფიქრობს მასზე და თქვენზე, ან მაგალითად ვინ როგორ ხედავს ამ ურთიერთობას. მისთვის ხართ მნიშვნელოვანი ადამიანი, მისთვის ხართ მზე. მისთვის ხართ მისი ნახევარი. თქვენთან ერთად პოულობს თავის დაკარგულ გზებს და არაფერი აღარ ადარდებს მაშინ, როდესაც ერთად ხართ, როდესაც გხედავთ. უნდა რომ სწორედ თქვენ იყოთ მასთან, ბედნიერი იყოთ. შესაძლოა ამ ადამიანის ცხოვრებაში იყო უარყოფითი პარტნიორული გამოცდილება. ამიტომ იცოდეთ, რომ ახლა ძალიან აფასებს ამ ურთიერთობას. ამ დადებით ურთიერთობაში ყოფნა მისთვის არის ბედნიერება. ეძებს ნაკლებს, მაგრამ ნაკლებს რომც ეძებდეს ვერ იპოვის, ვერ პოულობს. ან ვერ პოულობდა, ან ვერ იპოვა. გიპოვათ თქვენ და ბედნიერია ამით. ნეტა ვისი გაშლა გვაქვს დღეს მეგობრებო. თulis რომ ძალიან კარგი ხასიათების ადამიანი ხართ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ურთიერთობის დაკარგვა. სადღაც წარსულში ქონდა ასეთი შემთხვევა, უყვარდა ქალი და ეს ქალი მან დაკარგა. მნიშვნელოვანი ქალი მისთვის დაკარგა. მაგრამ ისინი ერთმანეთს ვერ უგებდნენ. ენერგეტიკულად ერთი ეპასტასია გაქვთ. პენტაკლების მეფე დედოფალი, სტაბილურები ორივე. თავარია მისთვის რომ იყოთ ერთად. დანარჩენსო დრო გვიჩვენებსო. არაფრის დამტკიცება არ სურს. თავარია შენ ჩემთან ხარ. ამბობს, შენ თავარია ვის რომ ჩვენ ერთად ვართ. არც ხვების დასანახად არ ხართ, ხვდებით. სხვისთვის დასანახად არ აკეთებს ამ არაფერს. უბრალოდ არ ადარდებს ვინ რას ფიქრობს მასზე ან თქვენზე. თქვენ ხართ წყვილი. საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, ვის როგორი გონი ხართ. არიან გარშემო ხალხი, ვისაც არ მოსწონხართ, არ მოსწონს რომ ერთად ხართ, ან ერთად იყავით თუ დაშორებულები ხართ, ხო? თუ ერთად იყავით და დაშორდით, მაშინ ფიქრობდა ვისთვის როგორი ხართ და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე ხვდება რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ახლა თulis რომ შეცდომები დაუშვა და თუ ერთად ხართ, არავის დასანახად საერთოდ არ მოქმედებს. თავარი ვიყო მასთან ბედნიერი მეუბნება.
ძალიან დიდი ტრანსფორმაცია შემოიტანეთ მის ცხოვრებაში. თქვენთან ხედავს მომავალს. გრძნობები, თქვენ დღესასწაული ხართ მისთვის. ეშინი ამ ურთიერთობის დაკარგვა. თუ დაკარგად და ყოფილს უყურებთ, ნანობს სხვათა შორის. ასე ვთქვათ, შესაძლოა სხვებს უსმენდა. მესამე პირებს უჯერებდა. თუ დაკარგად, გრძნობები ახლაც აქვს ამ ადამიანს. თქვენს დამი, რასაც არ უნდა ამბობდეს, ან სადაც არ უნდა იყოს, გრძნობა გააჩნია. საერთოდ შესაძლოა იყოს ვარიანტი, რომ განიცდის, რომ ვერ გაძლევთ იმას, რასაც თქვენ მისგან ითხოვთ. ალბათ ფინანსური კრიზისების ფონზეა ყველაფერი. დამოკიდებული ფინანსებზე სავარაუდოდ. ან დაკავშირებულია შვილების ყოლასთან, თუ ახალგაზრდები ხართ, ჯერ ძალიან. გრძნობა აქ ამ ადამიანს თქვენს მიმართ. საკმაოდ ღრმა გრძნობები. საკმაოდ ღრმა. 10,000 ამოდის მეგობრებო თქვენზე. როგორი ხართ მისთვის? განუმეორებელი, მზრუნველი, პრინციპული. ძალიან ძლიერი ხასიათის ადამიანი, ძლიერი, განსაკუთრებული. ლამაზი, მშვენიერი. შეიძლება ენდოთ მას ვნახავთ. სადღაც არ ენდობით და ნერვიულობთ, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ამ ადამიანის ნდობა შეიძლება. მეგობრებო, არ ვიცი ვისთვის იყო ეს გაშლა, მაგრამ საკმარისად გვაჩვენა დღეს ტარომის, რომ ამ ადამიანს თქვენს დამი გრძნობები გააჩნია და თქვენ ხართ მისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებები ყველას, მომავალ შეხვედრამდე. გამოიწერეთ არხი, დამიტოვეთ კომენტარი და აუცილებლად დაველოდოთ ისევ ახალ ვიდეოებს. ნახვამდის.